რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდნენ. გმირულად მებრძოლ ადამიანებს მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისაკენ. ეძახდნენ რუსებს, ის ადამიანები, ვინც მათ ომის დანაშაულს აბრალებდა. ამ და სხვა საკითხებზე მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ პრაქტიკულად იგივე დასკვნა, რომელიც ჯერ იყო შუალედური, ანუ წინასწარი, მათ მოიხსენიეს ძალიან ცუდად და ებრძოდნენ ამ დასკვნას და ახლა თითქოს გაუხარდათ ის, რაც ანალოგიური სახით, ოდნავ ვრცელი სახით იქნა ეუთოდილის მიერ წარმოქმნილი. Ყველა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კითხვები და ის სპეკულაციები, რაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან იყო გახმოვანებული, არც ერთი მათგანი პუნქტის სახით, არანაირი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთოდილის დასკვნაში. Რა თქმა უნდა, იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ეუთოდილის დასკვნები გაცილებით კრიტიკული და რამდენიმე დღის წინ შავა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთოდილის ძალიან მძიმე დასკვნის რამდენიმე პუნქტი, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ გაცილებით მძიმე დასკვნები გვინახავს და ამ შემთხვევაში საერთოდ არ შეხებიან ისინი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისეთ საკითხებს, რომელზეც ჩვენი ოპოზიცია სპეკულირებდა, 300,000 გაყალბებული ხმა, არათუ 300,000, არამედ 300 გაყალბებული ხმის შესახებაც იქ არაფერი იყო ნათქვამი და უამრავი პუნქტი, მაგალითად, ემიგრანტებთან დაკავშირებით, უცხოეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ასეთი კითხვის ნიშნები ეუთოდილის დასკვნაში არ გახმოვანებულა. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ იგივეა პრაქტიკულად. ოდნავ ვრცელი სახით, განვრცობილი სახით. პირველ შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის თითქოს კარგი. ესეთი არათანმიმდევრულობა უკვე ღიად მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი უბრალოდ იმას კი არ დაეძებენ, რა წერია, როგორ გააპიარებენ, იმაზე მხოლოდ აქცენტი გაატანენ, რა თქმა უნდა, სპეკულაციას არ გავა. ბატონო, ზურაბიშვილის განცხადებებზე ვიდექით, ჩვენ მიღებულში სცენაზე გამოსული მანამდე იყო კალაძეზე საუბრობდა და რატომ სოფელს აკრიტიკებდა და იმ სცენასაც ვიყიდეთ და ასევე მინდა გითხრათ მისი განცხადება, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არჩევნებს ჩატარდეს ხელახლა და კონკრეტული ვადა მისცა მან ბიზნესმენის საუბრობდა. აი, რა შეგვიძლია ვთქვათ, რა ხედავთ ცალკეულ ბუნებრივია, მძიმე ემოციური ფონი აქვს ამ ქალბატონს, არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება ეს დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ოღონდ ვიღაცები ხელს უწყობენ. მაგალითად, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, ერთ-ერთი ნაცმოძრაობის, ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი, სადაც ის ესე ჩუმად და დახურულ კარს მიღმა კი არა, საჯაროდ მოუწოდებს არჩევნების დანიშვნას. გუშინ ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვიცი, კონსტიტუციას არ კითხულობენ და არ იციან, თლად ასეთი უცოდინარებიც არ არიან, რომ ასე მოუნდეს და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, დანიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ თავის საფუძვლები ჭირდება. თუ ასე იგებენ ისინი კონსტიტუციას, მაშინ რომ თენგო დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ხელს ისაწევს, ხო? რა პრობლემაა? თუ კონსტიტუცია ასე უნდა წაიკითხოთ ცალკე, მაგრამ ასეთ შემთხვევა გქონდა ხო წარსულში. მათ გაიგეს ეს კიდევ იქ შეიძლება და რაღაც ინტერპრეტაციაც არ შეიძლება. მათ გაიგეს კონსტიტუცია ისე, რადგან საგარეო ურთიერთობებს წარმოადგენსო, ესე ცალკე ამოგლეჯდათ ეს მუხლი და თვითონ აცხადებენ დღემდე, რომ საგარეო ურთიერთობებში ყოველგვარი თანხმობის და მთავრობის რაღაც ნებართვების გარეშე შეუძლია წავიდეს და თვითონ დაალაგოს ქვეყნის შესახებ ურთიერთობები. წარმოუდგენელი ამბავია. იგივე წარმატებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თენგო ან ნიკა გვარამია თავად დანიშნოს პრემიერ-მინისტრად. ხელს ხო თვითონ აწევს, დანარჩენი პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. საფუძველი ექნება თუ არა, ამ შემთხვევაში პარლამენტის ნდობაა საფუძველი, ხო? პრემიერ-მინისტრის დანიშნაზე ხელი მოაწეროს და ასე თუ შეუძლია არჩევნების ჩანიშნოს მაშინ და ჩაატაროს გვარამია და თენგო იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები და შიდა არჩევნები არასერიოზულია. კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით ჭირდება არჩევნები ხელახალის მორიგის და ამ შემდეგ დანიშნვას ჭირდება ყველას თავისი საფუძველი. ესეც საფუძველი ბუნებრივია არ არსებობს. ეხლა ეს უბრალოდ დანიშნოს კონსტიტუციაში რაღაცა წერია და რაღაცა სკრინებს აფრიალებენ და ერთმანეთს აგიჟებენ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება და მეტიც. გუშინ ლაპარაკობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი დაემუქრაო. მე რო თქვენ გითხრათ, რომელიმე თქვენ გავს. თუ თქვენ ეხლა მაგალითად გაძარცვათ თქვენს ოპერატორს, წაართმევთ კამერას და ისაკუთრებთ. თქვენ მოხვდებით ციხეში, მუქარაა?
კი ბატონო, კიდევ ერთხელ დაგემუქრებით. თუ რომელიმე ადამიანს გაძარცვავთ, თქვენ ძარცვის მუხლით აღმოჩნდებით ციხეში. იყოს მუქარა მაშინ. თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობა, დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და არ აღმოჩნდება მარტივი ამბავი. ხელისუფლების მითვისება კიდე ცალკე თემაა. კონსტიტუციაში მესამე მუხლში თუ არ ვცდები, წერია, რომ ხელისუფლების მითვისება არ შეიძლება დაუშვებელია. ასევე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში არაერთი მუხლი, რომელიც მე სხვადასხვა როგორ რას ჩაიდენენ, ის თანამდებობრივი იქნება, სამოხელეო იქნება თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი, ყველა შემთხვევას აქვს თავისი დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი ხასიათი და რა ვიცი ახლა თუ ჩაიდენი ასეთ დანაშაულს აღმოჩნდები გისოსებს მიღმა ადამიანი რომ გეტყვის, მუქარა რანაირად არის არ ვიცი. თუ მუქარა იყოს, თუ თქვენ ჩაიდენ დანაშაულს, თქვენ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად აღმოჩნდება მართლმსაჯულებაში. და გამოძიება და ბრალდებული, ისა გამოძიება მიხედავს მას და ბრალდებული აღმოჩნდება როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე, ხო? ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ, როდესაც მათ შორის სხვათა შორის ზედმეტი არც ის იქნება, რომ ვთქვათ, ასევე კარგად არის დასაფიქრებელი, შესამოწმებელი, მე არ მინდა რომ რაღაცა მითითებასავით გამომიდით ასე ვინმე შეაფასოს ამის საშუალება მიცით, მაგრამ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს. ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, აქ როგორც მინიმუმ ყველაზე რგოლას რომ ვთქვათ, უნდა განიხილონ საგამოძიებო ორგანოებმა ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები. მოწოდება პირდაპირ არ დაემორჩილო, არის დანაშაულებრივი მოწოდება. ბატონო მამკანა, იმდა კითხვა პარტნიორის არჩევნების შემდეგაც ხშირად ამბობთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგების ურთიერთობებს როგორ გგონიათ ამ შემთხვევაში 20 იანვრიდან რა ვადა დასჭირდება ამ მიმართულებით მუშაობას და რა ვადა დასჭირდება გარდამტეხს. ნახეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არ ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ? ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხო? სუბიექტურად ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს. ერთი ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე deep state-ის დამარცხება. ეხლა რაც გულისხმობენ ამაში, ხმა სახელმწიფო თარგმნით ასე, ხო? deep state-ი, რომელსაც ხშირად მოიხსენებენ ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელიც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, ხო? თურმე აღმოჩნდა მაგალითად ჰილი, ძალიან გავლენიანი გამოცემა, თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა მოქმედი ადმინისტრაცია. ომის პარტიას ჩვენ ვამბობთ გლობალურ ფორმატებით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია ვინ იყო, ხალხს გაერჩია ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი, აგენტურა, ხო? და გლობალური ომის პარტია გარეთ მოქმედი დავალების მიცემები. როდესაც არის deep state-ზე ეგრეთ წოდებულზე საუბარი, რასაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები საუბრობენ და მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები განსაკუთრებით, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენას. ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენას. მაგრამ ამისი ავტორები ვის გავლენებზეა საუბარი? ჩვენ პირობითად თუ არაპირობითად შეგვიძლია მოიხსენიოთ გლობალური ომის პარტია და ნებისმიერ გლობალური ომის ძალება და ასე შემდეგ. შესაბამისად ამისა, ეს არაფორმალური გავლენები, ეს არაფორმალური მმართველობა, თურმე ჩვენ რო გაღმა და გამოღმა როგორც ნებავთ ისე დავარქვათ, გვედავებოდნენ, თავად ამ ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს. ბევრი საუბარი მიდის, უამრავი ინტერვიუ იქნა მიცემული, მათ შორის მასკი ამ ბოლო დროს რა ინტერვიუებს იძლევა და თავად ტრამპის სხვა თანამოაზრეები და გუნდის წევრები რა როგორ პოზიციონირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და თავარი რაც არის ითაც დავიწყე. გამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი, რამდენად შეძლებს ის გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი,
ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მიმართ მისი მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს ბიუროკრატიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში, რა შემთხვევაშიც ბუნებრივად გვაწყობს ჩვენ. თუ ის შეძლებს მთლიანად ამოძრկოს და დაამარცხოს, შესაბამისად ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ თუ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული და ვიღაცას მოწონს ტრამპი არ მოწონს ან მას მოუწონვარ ჩვენ თუ არ მოუწონვართ, ამაზე კი არ არის დამოკიდებული. რამდენად ის შეძლებს თავისი იმ დაპირების ასრულებას და შესრულებას, რომ მან deep state-ი შესაბამისი არაფორმალური გავლენები სახელმწიფო ბიუროკრატიაზე შეამციროს ან საერთოდ ამოძრგოს. ამ შემთხვევაში საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო რთულად გვექნება ჩვენ ბევრი რაღაც გასატარებ. ჩვენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მექანიზმი მძლავრად მუშაობს, როცა გნებათ გლობალური ომის ძალებს, გნებათ ომის პარტიას, ლოკალურს თუ გლობალურს თავისი გავლენები აქვს და ამ გავლენებით ეგრეთ წოდებულ deep state და ეგრეთ წოდებულ deep state-ის გავლით უпроსწორად წნეხი აქვს საქართველოსზე, ეს შეიძლება გაგრძელდეს რაღაცა ფორმით, ჩვენ ამას უმკლავდებით დღესაც, ხვალაც გავუმკლავდებით, მაგრამ დამოკიდებული იქნება იმაზე, ეს არაფორმალური გავლენები რამდენად შესუსტება. რაც უფრო შესუსტება, მით უფრო ძლიერად იქნება ჩვენი ქვეყანა. ჯართან დაკავშირებით საუბრა და მიმართა მან ჯარს, რომ მარტო ემორჩილო ასე ვთქვათ, სულებას ამ შემთხვევაში რას ნიშნავს, როცა ოპოზიცია მოუწოდებს ჯარს, რომ დაუმორჩილო? მოწოდება საბოტაჟისკენ. ეს არის მოწოდება საბოტაჟისკენ. გნებავთ ახლა სამართლებრივი შეფასება დავარქვათ ამას. გნებავთ პოლიტიკური ერთის და მეორე პრინციპში ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, ეკონომიკის ჩამოქცევა, მშვიდობის ჩამოქცევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ესე იგი, ერთი აგონიაში ხარ და მეორე უდიდეს მავნებლობას ცდილობ რომ ჩაიდინო. არ გამოუვათ. საბედნიეროდ ეს ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე და საბედნიეროდ არ იღებენ ეს ბიჭები ასე სულელურ მოწოდებებს, იმიტომ რომ ხედავენ რომ კადრულობენ ყველაფერს, რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, ვინც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდა. გმირულად მებრძოლ ადამიანებს, ის ადამიანები, ვინც მათ ომის დანაშაულს აბრალებდა, მოუწოდებენ დაუმორჩილებლებისკენ. ეძახიან რუსებს. წარმოიდგინეთ, ამხელა პარადოქსალურ სიტუაციაში ცდილობენ თავისი მომხრეები აცხოვრონ, თორე სხვა არც ერთ ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს მათი არ ჯერა. ომის გმირებს ეძახიან რუსებს და დაუმორჩილებლებისკენ მოუწოდებენ, რომელი ომის გმირებსაც მათ დააბრალეს ომის დანაშაული და ხელი მოუწერეს რუსებს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ომის დაწყებას. აი ეს ხალხი და მინიმუმ ის ხალხი, რომელიც ამ ხალხთან ერთად დგას, მოუწოდებენ დაუმორჩილებლებისკენ. ხო შეუძლებელია, ხო წარმოუდგენელი ამ ვირტუალურ და მოდელირებულ რეალობაში, რომ მაიმუნს არ ეთქვას ობეზიანად ამ სულელებში ვერ იცხოვრებს ქართველი ხალხი, მე ძალიან კარგად მესმის, რომ არიან ადამიანები, რომელი ადამიანებიც გულწრფელად იჯერებენ რთული ამ ფსიქოლოგიური წნეხის გაძლება და ვიღაც შეიძლება არაერთი ადამიანი გულწრფელიც იდგეს აქციაზე. მაგრამ ჩვენ სასაყვედურო და სამხილებელი ყავს ის ხალხი, რომლებიც ამას აორგანიზებენ. ცოტა ფული აჭდება, პატარა ორგანიზება ამ პერფორმანსებს არ ჭირდება. მე რომ ბულინგდებიან და რაღაცებს ნერვიულობენ, არ არსებობს პოსტი დავწერო ერთი სიტყვა და არ გამოვარდნენ და ამაზე დიდი შეტევა არ მოაწყონ და მე რაც უფრო დიდ შეტევას აწყობენ ჩემზე და ჩვენზე, მით უფრო მოტივირებული ვარ, რომ რაღაც რაოდენ დღეს მაგალითად შეიძლება დავწერო რაღაც ციფრი. დაახლოებით რამდენი იყო მაგალითად თუ იქნებიან დაახლოებით ის რაოდენობა, შეიძლება წინასწარ ვეთქვა, რომ დღეს შეიძლება იყვნენ 1984. დაუშვა და ამაზე ატყდება ერთი ამბავი. აი დაიმახსოვრეთ.
პირობითად დაწერ თუ არაპირობითად რა დღეში არის, რატომ იცით? მათი რევოლუციური სცენარის ყველაზე დიდი მტერი არის დრონი. რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი. მე მგონი ქართული ოცნება არ არის, როგორც არის ერთი უწყინარი მოწყობილობა, რომელსაც ქვია დრონი. განსაკუთრებით ემტერებიან იმედის დრონს. რატომღაც მთელი ცოდვები მათზე გადააქვთ, რომელსაც ისინი თავად უწოდებენ ცოდვებს. მაგრამ რეალურად ეხლა ის ფოტოგრაფი რო ყავთ ინჟინერი კაცია უდაოდ ეს გაბერი, რაც უნდა გაბეროს ეს გაბერმა ვერ გაიბერება და რაღაცა ცოტა ადეკვატურობა ხონდა შევინათლოთ ადრე იყო კიდე მახსოვს 7000 კვადრატულ მეტრში 100000 ადამიანი რო დაატიეს ბჭყალებში. ნუ ეს ეხლა რაც არ უნდა ვითვალოთ და რაც არ უნდა ბუღალტერი ავკიდოთ ვინმეს არ ავიკიდოთ ჩვენ თვითონ რაღაცა რაოდენობა, მაგრამ ადამიანების რაოდენობის თვითონ რო არ წამოეგონ ხოლმე ამ თქვა ჩვენ ხუმრობაზე თუ ირონიაზე შეიძლება საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ ამ რაოდენობაზე, მაგრამ გავაგრძელებ მანამ სანამ თვითონ ამაზე რეაქცია ექნებათ, ეს დიდი სიამოვნებაა პოლიტიკური ერთგვარი. მაგრამ მეორე მხრივ მართლა არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი დგას 3000 თუ 7000. რეალობა ის არის, რომ ამას ჭირდება დიდი ორგანიზება, დიდი ფული და ამ ფულთან დაკავშირებით გამჭვირვალობის კანონსაც ამიტომ ებრძოდნენ და მეორე რევოლუციური სცენარის განხორციელებისათვის მათ ჭირდებათ პრეზიდენტი ინსტრუმენტად, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, ვისაც ქვია სალომე ზურაბიშვილი, მათ ჭირდებათ სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის დაუმორჩილებლობის მოწოდება, მაგრამ არ გამოუვათ ეს ამბავი, იმიტომ რომ სახელმწიფო დგას ფეხზე და თუ ყველაფერი კარგად წავიდა და 20 იანვრის შემდეგ ტრამპმა მოახერხა კიდევ ერთხელ ვიტყვი დამარცხება იმ არაფორმალური გავლენების, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში მათივე თქმით, ჰილის თქმით, გავლენიანი გამოცემების თუ პოლიტიკოსების თქმით იყო და არის ჩაბუდებული, მაშინ ჩვენც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით და ვქონდეს ამის იმედი. ბოდიში დიდი ხანია მელოდება ძალიან. რა ჩაასწორა? მან თავდაპირველად აღწერა, რომ ახალი ხალხის ჩამოყალიბება გამარჯვების დანიშნულება მოსახლეა, თუმცა შემდეგ ჩაასწორა და დაწერა, რომ ხალხის გამოყვანა გამოსვლა. იყო თუ არა ეს მისი მხრიდან წამოწდენა ეგრეთ წოდებული, რომ ხალხი დაორგანიზებულად ჩამოყალიბდა. წამოწდენა ვიცმეს სიტყვით, დაწერილი წამოწდენა არ გამიგია. შესაბამისად, ის ჩამოყვანაც რელევანტური იყო და გამოყვანაც რელევანტურია, მოდი ვთქვათ. იმიტომ რომ თავის გაჭირვება იყოფა. და ერთი თქვათ რომ დიახ ჩამოიყვანეს კიდევაც გუშინ მაგალითად განსაკუთრებით და გამოიყვანეს კიდევაც რა თქმა უნდა ყავს ახლა ამ პარტიის თავისი აქტივისტი და არსებობენ ადამიანები სამწუხაროდ რომლებიც გულწრფელად იჯერებენ იმათ რუსობას ვინც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდა მაგალითად და იმათ პროევროპელობას და პატრიოტობას ვინც ამ ხალხს ომის დანაშაულს აბრალებდა. არსებობენ ასეთი ადამიანები, რა გავაკეთოთ, ხო? ფსიქოლოგიური ტერორი ამას გარკვეულწილად უზრუნველყოფს ხოლმე. და ვინც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ, მის რუსობას იჯერებს, არის ასეთი ადამიანი ბევრი ამ ქვეყანაში და ვინც ყველაფერი გააკეთა ევროპის და ევროპულობის საწინააღმდეგოდ, მათთან ერთად დგანან აქციაზე. ეს სამწუხარო რეალობა, ვერაფერს უზავთ, გამოდიან კიდევაც და ჩამოდიან ასეთი ადამიანები. გასაგებია, რა თქმა უნდა, ეს იყო პოსტში წამოწდენა და შემდეგ ჩაასწორებინეს, იმიტომ რომ მასზეც აქვს ვიღაცებს გავლენები, რა თქმა უნდა. პოსტის განცხადებაზე უნდა ვთქვათ, ეს არის ევროკომისარი გამარჯვების საკითხებზე, ის ამოწმოს საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოს სიუჟეტის რეკომენდაციით, რომ დაიწყოს დობა აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი განსაკუთრებულ აქციას აკეთებს ევროპთა ოდირის დასვენაზე და ამოწმოს შემიძლია პრობლემები და უზრუნველყოს რეკომენდაციებს გათვალისწინება. რაც პასუხობს თქვენ მის ამოწოდებას, რომ დაიწყოს დობა და დამონით სადაც იყავით შეასრულეთ რეკომენდაციები. სად ვიყავით? და სად არ ვართ? სივრცეში. ნახეთ. ჩვენ პასუხი ასეთი. სხვათა შორის დღეს გქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი. ერთი საოცარი ანტაგონისტური მოვლენის ერთმანეთისგან ანტაგონისტური მოვლენის შემსრულებელი ვართ. ევროპელი ზოგიერთი პოლიტიკოსი ლაპარაკობს, რომ მაგალითად სააკაშვილის დროს სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქური, მაგრამ სააკაშვილის პერიოდზე ყველაზე ავტორიტეტული ევროპული
სტრუქტურები სამართლის სფეროში. ამბობენ, რომ ეს იყოს სისტემური დანაშაულის მექანიზმი. ანუ რამხელა ანტაგონიზმია, რამხელა დაპირისპირება ამ ორ მოცემულობას შორის, ხო? ამბობენ, რომ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა, ხოლო მაგალითად სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ იქ ხდებოდა უბედურება. როგორც გიგვლიე საქმეზე აგერ რამდენიმე თვის წინანდელსაც შეგახსენებთ, რომ სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი იყო. ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო. ევრო ავტორიტეტული სტრუქტურა უფლებების დაცვის სფეროში. დღეს როგორ არის პირიქით? ჩვენს პერიოდთან დაკავშირებით უკვე ევროსასამართლოს აქვს დამოკიდებულება, რომ ვიგებთ პროცესებს, ხოლო ზოგიერთი ევროპელი ლიდერი თუ ბიუროკრატი ჩვენ გვიწოდებს რეჟიმს. აქაც უპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორ ხდება ეს? რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომ 2012 წლამდე დემოკრატია იყო წყალში ჩაძირული, სკერს ქვემოთ იყო, არ არსებობდა სისტემა იყო დანაშაულებრივი, ამბობს სტრასბურგი, ევრო სტრუქტურა იყო სამართლის და უფლებების სფეროში და პოლიტიკოსები ლაპარაკობენ პირიქით. დღეს პირიქით არის სტრასბურგის სასამართლოში ვიგებთ, ანუ სტრასბურგი ამბობს, რომ დღეს გვაქვს დემოკრატია, ხოლო მათი ბიუროკრატები ამბობენ, რომ დღეს ხდება უბედურება. აი ეს საკითხი უნდა იყოს ფართო განხილვის, შეფასების და სააზროვნო საკითხი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მოცემულობის სახით, რა ხდება სინამდვილეში. ჩვენი მომხრეები, ობიექტური დამკვირვებლები, ადამიანები ამ პროცესზე კარგად ხვდებიან ყველაფერს, მაგრამ მათ შორის, ვინც ნაცთან ერთად დგას აქციაზე და მიტინგზე, ნაცთან ერთად რომ დგას და ერთი ვორდინგი და ერთი ფრაზებით, ერთნაირი ფრაზებით რომ ლაპარაკობენ, იმისთვისაც საფიქრალად კარგი ამბავია, რატომ ხდება ასეთი შეუსაბამობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ევროსტრუქტურებსა და მათ ბიუროკრატ პოლიტიკოსებს და მათ გამონათქვამებს შორის. ამას ზოგადად არაფერი გვაქვს ჩვენ დასაბრუნებელი. ჩვენ რეკომენდაციებს თქვენ გასაგებთ. ხავარ დაამბობენ, რომ ის სადავო რაც იყო პარლამენტის მემბერები და რეკომენდაცია რაც უნდა შეგვიძლია. თქვენ მას ამბობთ. არც ერთ სადავო კანონი არ არის. ძალიან კარგი რამე მოხდა სხვათა შორის ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან მკითხეთ ბარემ აქვე გაგცემთ პასუხს. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. ანუ ეს კონსერვატიული თუ ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ. თქვენ გახსოვთ ალბათ, ხომ? აქციებზეც კი აქტიურები წინა შემთხვევაში იყვნენ მაგალითად თბილისი პრაიდის წარმომადგენლები. ახლა ხორუმს ეკავენ. მართალია ქალები ასრულებენ ამ ცეკვას. ხორუმს. რაღაც არ ვიცი, აბანმიტაზე მე შეფასებაში და ამის ექსპერტიზაში წავიდე. ჩვენს რაღაცები ვიცით ყველასთან დაკავშირებით, რეპეტიციაზე ვინც ყოფილ ვართ ბავშვობაში მაინც, ან რაღაცა წაგვიკითხავს ამასთან დაკავშირებით, ქალების ხორუმი, ეს ცალკე თემა, მაგრამ ხორუმს ეკავენ. ქალი თუ კაცი ხორუმს ეკავენ და რაღაცა ტრადიციულ ეს მაინც როგორც მინიმუმ რა ქონდა ამ თქვენ რას ხედავთ კარგს იმაში რაც ხდებაო, აი ერთი ასეთ პოზიტივის დავინახოთ ამაში, რომ ისინიც კი ხვდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ ორ შემთხვევაში ასე იპოზიციონირონ მაინც ეროვნული, ტრადიციული საკითხები. ძალიან კარგია, რომ ისინი ასე იქცევიან, ან უფრო რეალურად იძულებულნი გახდნენ, რომ ტრადიციულ ფასეულობებზე ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი. და შესაბამისად, იქაც ასე ხდება. იქაც LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით ხმა აღარავის ამოუღია ბოლო პერიოდია, თუმცა წერენ გარკვეულ დასკვნებში. ფორმალურად ისინი ამას აკეთებენ, რეალურად მაგალითად ბოლო ვიზიტის დროს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა საუბარი, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იყო. თუმცა იქ იყო საუბარი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. კი ბატონო, ვიმსჯელოთ, გავმართოთ დისკუსია, ჯგუფებიც გავაკეთოთ, რაც გნებავთ და გადავხედოთ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე რაიმე არგუმენტი, ისე კი არა რუსულ კანონს ზომბირებული წამოძახილებით.
არამედ ერთი არგუმენტით მაინც დაგვიდასტურებს, რომ აქ რაღაცა არ არის წესრიგში. აღარ არსებობს ასეთი ტერმინი, რადგან ეს ასე არ იქნა აღქმული, ასეთი ტერმინი აღარ არსებობს. შემდეგი არგუმენტი რა იყო? ასე არ ქვია, დასათაურება ასეთი არ არის. ანუ გახსოვთ რა სულელური ამბავი იყო? რამდენიმე კანონი არსებობს და იმაში მიმოფანტოთ, ვითომ ის არის რაღაც ხორბლის მარცვალი ხო არა, მიმოფანტოთ რა თქვია. რატომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რატომ არ აქვს, კანადას რატომ არ აქვს, ისრაელს რატომ არ აქვს გრანტების შესახებ კანონში, ცალკე კანონი იწევს საჭირო. საფრანგეთში რატო დაინიცირდა ამ ფორმით? რატომ არ აქვს ცალკე კანონში? აი რა არის არგუმენტი? აი თქვენ ხო არ იცით რაიმე მათი არგუმენტი, რომ საფრანგეთში რატო დაინიცირდა კაცო გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენია. ევროპული შემთხვევაში ამბობენ, რომ მათი დრები ეკრადარი ნაჩვენი, რომ ეს არის რუსეთი. სად ამბობს აწერი, არსად არ წერია ეს? ამბობენ ერთია. ჩვენ და მივეჩვიოთ მსჯელობას, რომ რას ამბობენ, გავიგე. რას ამბობენ ერთია, ზეპირად მირას იტყვის. ეს განცხადება დარჩება და კანონი დარჩება დაწერილი თეთრ ფურცელზე შავი ასოებით. აქ რა ხდება? სადმე წერია რუსეთი ეწერა? ხო აღმოჩნდა რომ არ ეწერა არცად რუსეთი. ხო ასე იყო. შესაბამისად ეს ყველაფერი სპეკულაცია ყოფილა. აი როგორც კი მსჯელობაში შევედით, მართალი ვარ იმ წუთას, ხო? და ყველა თუ კი ამ მსჯელობაში ვინმე შემოვა, მიხვდება რომ ვართ მართლები. თუ კი რაიმე იქნება ისეთი, რაც მაგალითად დაგვიდასტურებს, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა რაც არის დაინიცირებული ამ მიმართულებით, ამერიკის კანონმდებლობა არის უფრო რბილი დაუშვათ, არა და უფრო მკაცრია. უფრო ხისტია, უფრო რეპრესიულია თუნდაც. და აქ რა ხდება ჩვენთან? ანუ რაც შეუძლია საფრანგეთს, კანადას, ისრაელს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რატომ არ შეუძლია საქართველოს? იცით რატომ? პატარაა და არაფორმალური გავლენების შედეგად ამ პატარა ქვეყანას ამუნათებენ, იმიტომ რომ არ გაიშიფროს საიდან ფინანსდება ის აქცია, რომელიც აგერ რევოლუციურ სცენარს ისახავს მიზნად. არ უშვებთ ჩვენ ამას. არც ამ კანონის გარეშე უშვებთ, საბედნიეროდ. წელიწადში 2 ცდელობა აქვს რევოლუციის. არც ამ კანონით დაუშვებთ, მით უმეტეს და იქნება გამორიცხვა ასეთი რევოლუციური სცენარების და უნდა შეეგუოს ყველა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში მათ შორის ყველა აბსოლუტურად, რაც არ უნდა პატრონობდნენ ამ ჩვენ აგენტურულ ოპოზიციას, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი მათ შორის გარედან თასმოხვეული იქნება ყოველთვის წარუმატებელი. რაც არ უნდა ამუნათონ ეხლა და დანაშაულისკენ მოუწოდონ და რაღაცა უფლებამოსილების არარსებული რეალურად უფლებამოსილების გამოყენებისკენ სალომე ზურაბიშვილს გამორიცხულია ასეც ქართული ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არ დაუშვებს. ეხლა ასუნქტორული პირი არის პრინციპებს, რომ ქვეყანაში მოსტაბილურობა, ხო? ის რასაც ხედავთ, ხოლმე ეს სტაბილურობა პოლიტიკურ თვალსაზრისით ხო შეფასე არის მარტო პარლამენტში მეტად ხოლმე გამოგვიდეს იდეები დიალოგი არ ვიცი ამ ადამიანებთან საუბრობ შეიძლება რომ მათ გავიგე მაგრამ ზიგარი შეაჩერები მათი იდეები დაიწყება რომ ერთადერთი გამოსავალი რატომ აი თქვათ ერთი წამი თეორიულად დაუშვათ რომ რიგარეს შეაჩერებზე ვიღაცა უნდა დაფიქროთ ჩვენ ამაზე არც ვფიქრობთ აი წარმოუდგენელია სასაცილოდ არ ყოფნის პირდაპირ გეუბნებით რა იმიტომ კი არა რომ ამით მე რაღაცა ირონიას გამოვხატავ არ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი და იმიტომ რატომ 300,000 ხმა გაყავდა აი რატომ უნდა იყოს რიგარეს შეაჩერები საფუძველი ხო უნდა ქონდეს თუ გაყავდა უნდა ჩაატარო ახალი არჩევნები თუ გაყავდა მაგრამ ვინმე ნახეთ იმისი 1% რასაც ლაპარაკ ჯერ 300,000 ხმა რომ გაყალბებული იყო სიტყვაზე სისულელე სპეციალურად მაინც არ ყოფნით გასამარჯვებლად მაინც ქართული ოცნება იქნებოდა ხელისუფლებაში 300,000 ხმა რომს გაყალბებული იყო ასეთი სისულელე რომ დაუშვათ მაინც ქართული ოცნება რომ არ გაყალბებულიყო რაღაცა მათ თეორიებში წავიდეთ აი სისულელეები რომ ვილაპარაკოთ სპეციალურად რასაც ეხლა ვაკეთებ აი მათ ნარატივში მივყვებით თქვა გაყალბდა 300,000 ხმა მაინც არ ყოფნით აი ამ სისულელის ლაპარაკის დროსაც არ ყოფნით მაგრამ როცა ამას არ ილაპარაკებ ასეთ აბსურდს უნდა თქვა რეალობა არის ერთი რომ რასაც ისინი ამბობენ ამ აბსურდის მიღმა
ამის 1%-საც ვერ ადასტურებენ. არათუ 0.1-საც ვერ ადასტურებენ. ვიღაცამ სადმე ნახა 300 ხმა ან 3000 ხმა გაყალბებული, რაიმე მტკიცებულება არის არათუ 300.000. უკვე იმდენად არარეალური მოცემულობაა შეთავაზო და კადრო შენს ამორჩეველს რომ 300.000 ხმა გაყავდა 2,100,000-დან ელექტრონულ არჩევნებში, როდესაც თავად გამოდიოდნენ და აქ ერთი ხმის გაყალბება შეუძლებელია, დაცულია ყველანაირი, სწორს ამბობდნენ წინასწარ, რომ მათი ამორჩეველი დაუშვათ რაღაცა არარეალური ახმებით არ ყოფილიყო, რომ რაც შეიძლება მეც მეცახმა და ეს სწორი არასწორი გახდა მას შემდეგ თავისი სიტყვით, თავისი თავი უარყოფს მას შემდეგ, რაც ამ აბსურდული რეალობის მოდელირებული რეალობის შეთავაზება მოინდომეს საკუთარი ამორჩევლის მიმართ, რომ 2,100,000-დან 300.000 გაყავდა ელექტრონულ არჩევნებში. ხო წარმოუდგენელია, ხო სიგიჟეა და ანუ სიგიჟე უნდა იყოს საფუძვლად და ვიღაცა მიფიქროს არჩევნების დანიშვნაზე, გამორიცხული ესეც ხო? ევროპის საბჭოს საპარლამენტო პრეზიდენტის მიუჩნია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება საუდარობის მიმართ იყო პირდაპირ მხარის შემცველი, თქვენ გამოგისაუბრეთ ახლა რომ კონკრეტულად იყო თუ არა მუქარა, რომ თავად გადაწყვიტოს როგორც ცხოვრება სულსო. რატომ მიუჩით ამაზე? ყველაფერი გოსმენცის თუ დავმოსკამოს აგერ გასულს, რომ რატომ თეონა მე მინდა შევუერთდე ირაკლი კობახიძის მუქარას წყალებში, რა თქმა უნდა, თქვენ დაგემუქროთ აგერ ჟურნალისტს და გააკეთოთ ამას განცხადებები, რომ თქვენ თუ დააპირებთ და ჩაიგდეთ დანაშაულს, რომელიმე სახის დანაშაულს, თქვენ აუცილებლად გემუქრებათ პასუხისმგებლობა სისხლის ანარჩლებრივი და აუცილებლად იმოქმედებენ ქართველი სამართალდამცველები ამასთან დაკავშირებით. მე თქვენ ახლა დაგემუქრეთ. აი ამ აბსურდზე მიდის ლაპარაკი. თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიგდეთ დანაშაულს, რაც მათ შორის გამოიხატება სხვადასხვა მუხლებში, პირობითაც მე ამ მეტის თქმის უფლება არ მაქვს და პირობით იმიტომ ვაყოლებთ, რომ შესანიშნავად ვიცი კვალიფიკაციები, ჩემი მთავარი პროფესია ეს არის, ხო? პირობითაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გამოიყენებს ბოროტად, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი და ასე შემდეგ ეცდება საბოტაჟირებას და ასე შემდეგ, არაერთი კვალიფიკაციაა სისხლის სამართლის კოდექსში, რასაც მოუწოდებენ მას და კულისებშიც ვიცით რომ ძიმეს ეწოლა ამასთან დაკავშირებით რომ ადგეს ახლა და გამოაცხადოს არჩევნები, რისი უფლებამოსილებას იმიტომ არ აქვს რომ ამის საფუძველი არ გააჩნია და ასეც ჭირდება კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, 1, 2, 3, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე არ ყოფილა, არ არის შესაბამისად მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. ასე მშრალად უფლებამოსილება რაც წერია სიტყვასიტყვით გავიგეთ და სხვა დათქმები ამას არ მივუმატეთ, მაშინ კი ბატონო ის მართალი ყოფილა საგარეო ურთიერთობებში თავად დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს. ასე ჩვენ საკონსტიტუციო შემადგენლს. მაშინ თუ მისი ხელმოწერით ხდება პრეზიდენტის დანიშვნა. ხო, მაშინ დანიშნოს კიდევ ერთხელ მოუწოდებ ნიკა გვარამიან თენგო. ან აი ესე თუ უნდა იკითხოს ვიღაცამ კანონი. მაშინ მე ბევრი რაღაცა შეუძლია. თავარსარდალიცა და გამოიყვანოს ჯარი. ამ პირდაპირ რატო წვალობს? მაშინ პირდაპირ მოაშოროს ეს ყველაფერი, მოცემულობები, კონსტიტუციური და კასაკანონმდებელი მოცემულობები და ადგეს ჯარი გამოიყვანოს და დაუშვათ ხო შეუძლია ხო სიგიჟია და დანიშნოს პრემიერ აქ უნდა არჩევნები, პირდაპირ თავის პრემიერი დანიშნოს. რა პრობლემაა მაშინ? თუ ასე არაფერს არ ნიშნავს იმ კანონებში და კონსტიტუციაში რაც წერია, დანიშნოს პირდაპირ პრემიერი და იყოს ითამაშოს სახლობანა. როგორ და რამდენად დანიშნოს არჩევნებიო. ის არასამართლებრივად პოლიტიკურ კონტექსტშია. სალომე ზურაბიშვილი თუ დანაშაულს ჩაიდენს, რა ნიშნებიც არის იმაზე დაყრდნობით, შეიძლება ერთადერთი ვივარაუდოთ, რომ აწვდის პასუხისმგებლობას მისი ფსიქიკური მდგომარეობა თუ არ იქნება შესაბამისი და ექსპერტიზა დაადგენს შემდეგ თუ დანაშაულს ჩაიდენს, რომ ის არ იყო ნორმალური ფსიქიკურ მდგომარეობაში და არ შეეძლო გაითვითცნობიერებინა თავისი ქმედების საზოგადოებრივი და სისხლის სამართლებრივი ხასიათი, შეიძლება ასის პასუხისმგებლობას. ოღონდ კისოსებში არ აღმოჩნდება ამ შემთხვევაში, აღმოჩნდება ფსიქიატროს ავადმყოფოში. ანუ ამ დონეზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ ახლა არასერიოზული გამოდის ესეც, ხო? მაგრამ თუ მართლა გაგიჟდა ადამიანი და ჩანიშნა მე გასარკვევია დანაშაულს ჩადის. თუ მართლა გაგიჟდა, შეიძლება მართლა გაგიჟდა და ეგეთი რაღაცა ჩაიდინოს, ხო? ეს უნდა გავარკვიოთ მე.
რა არ უნდა დანიშნოს და ითამაშონ მე რაღაცა იქირავო ფარტი და ითამაშონ თავისთვის აგდონ ყულაბაში და დაიკმაყოფილებენ ნებებს პოლიტიკურს ამით რა ვიცი რა დანიშნოს რა უნდა დანიშნოს გურული ანეკდოტი გვახსენდება ხოლმე ყველას გურული ბაბუა რომ უპასუხებს ახალგაზრდა კაცს მე დავიწყე თუ მე დავიწყე ბაბუა თუ ზუსტად ის ვარიანტია თვითონ დაიწყეს ხო თვითონ ამბობდნენ რომ 7000 კვადრატულ მეტრში 100000 ადამიანი იდგა მე დაუთვალეთ და გადმოვიდნენ შეტევაზე ვითომ რა მაგათ შეტევა რა ვთქვი მაგრამ მაინც მე თავად იმაშვებიან 200000 თვითონ გვაძლევენ ინსპირაციას რომ მე რეალური დაუთვალოთ თორე ჩვენ კი ბატონო ვამბობთ რომ იქ არის ვიღაცა ორგანიზატორი და ნაცი ვიღაცა გულწრფელი ადამიანი რომელიც დაჯერებულია რომ 300000 ხმა გაყავდა აი ჯერა ვიღაცას და ჯეროდეს კაცო რა გავაკეთოთ ახლა რთულია ამ ადამიანის მოტრიალება და მისი გონების მოტრიალება ვიღაცის გონება რომ ოკუპირებული აქვს ნაცს და აგენტს მისი მოტრიალება რთულია იმიტომ რომ ადამიანს უკვე დააჯერეს რომ შეიძლება იბრძოლო იმისათვის რომ ბებიას არ ეკვას ბაბუშკა რომ ჩელიაბინსკში ვართ რთულია ამას სერიოზულად ლაპარაკობს ადამიანი და პროტესტს უერთდება ნაცი რო დგას იმ პროტესტზე მის გვერდით დგას და აპროტესტებს რაღაცას რომ ჩელიაბინსკში არ გვინდა ოჯახის არ ქარის სისკულეს ებრძვის და ებრძოლოს გასაგებია მაგრამ ყველა აზრს პატივისცემთ იმ ადამიანს ასე ჯერა პატივისცემას დაუდასტურებ ნებისმიერის მიმართ იმიტომ რომ ასე დააჯერეს რთულია შეიძლება ნებისმიერს დაგვემართოთ ჩვენ ახლა რო დავდგეთ და წლები უსმინოთ ვიღაცას რო გვარუსებენ რუსული კანონი ასე რაღაც მე შეიძლება დაიჯერო ადამიანმა შეძახიმა ხე გაახმო არ არის ხო ჩვენი მოგონილი ძალიან დიდი ხანია მოგზდევს და ქართველებმა ვიცით რომ შეძახილით ხე შეიძლება გახმეს აი ეს პირობითი ბჭყალების გარეშე თუ ბჭყალებით მოცემულობა ხო ამ მოცემულობით ამ დათქმით ეს ადამიანები ცდილობენ ქართველი ხალხის არჩევანი გააროსონ ვიღაცის ტვინში ეს მოახერხეს ეს ადამიანი დგას აქციაზე 1000-ია თუ 4300 აღარანელი მნიშვნელობა არ აქვს ვიღაც ადამიანები ამას იჯერებენ მაგრამ როდესაც თავად გამოდიან და რუსთაველზე 3000 და 5000 კაცი თავად იძახიან 200000 უკვე ამ არაადეკვატურობას უნდა უპასუხო და შეუძლებელია სერიოზულად უპასუხო როცა ამბობს რომ ეგერ 7000 კვადრატულ მეტრში დავატიო 100000 ადამიანიო იმიტომ რომ ამასო 100000 მოწამის ხიდი ქვიაო და ხვარაზმელებმა ერთად მოიყვანეს 100000 და დააჭრეს მე თავები რო ფეხი არ დაადგესო აი აქ რომ მიდიან აი ამ ჯელობაში რომ მიდიან და ამ რაღაცებს რომ ლაპარაკობენ უკვე უნდა რა ვიცი დასაცინა თვითონ იხნიან თავს ვეღარ დავცინი თვითონ იხნიან დასაცინა თავს 7000 კვადრატულ მეტრში რა ეტევა 100000 ადამიანი რო დაგიწყებს მტკიცებას რატო დაგწინიან და ჩვენ დავწინით თუ თვითონ იხნიან დასაცინა თავს 6000 ადამიანი როესაც გამოსდა 400000 ვიყავით რომ იტყვიან ჩვენ დავწინით თუ თვითონ იხნიან დასაცინა თავს პატივცემთ ბატონო ნებისმიერი ადამიანის არჩევანს მაგრამ რაც არის თქვი დრონს რო ეჭიდავები და აგინებ დრონმა რა შევა გადაიღო რაც არის ხო დრონი ხო თავარი მტერი ახლა გამოყვანა არასერიოზული სკოლები და რა თქმა უნდა მათთან აფილირებული ადამიანები ამ მოდელირებულ რეალობას თავაზობენ საზოგადოებას მოხდეს ასაწევით რას ნიშნავს და მავნებლობა სამწუხაროდ ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი რომ არ ეშვება ეს არის ძალიან სამწუხაროდ და დამაზიანებელი წარმოიდგინეთ ამ ობიექტის მომხმარებელი რა ასაკის ადამიანები არიან მცირეწლოვანი ბავშვები არასოწლოვნები კი არა ძირითადად უფრო მცირეწლოვანი ბავშვები და ჯერ შეთავაზეს მოცემულობა რაღაც ბროშურის სახით რომ თუ LGBT პირი არ ახარ ბედნიერი ვერ იქნები გახსოვთ ხო ახლა თავაზობენ რაღაც პროტესტის ფორმის ამორჩევას. ეს არის უდიდესი მავნებლობა და საზოგადოება ამაზე ყოველთვის მკვეთ რეაქციებს აკეთებს ხოლმე და ახლაც ასე იქნება მონებრივი.
მაკეინის ინსტიტუტი და მისი თანამდებობის პირები არიან უბრალო ინსტრუმენტები და საცეცები იმ ოლიგარქიული არაფორმალური გავლენების, რაც მოიხსენება მაგალითად ტრამპის და მისი მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ დიქტეიტად და მათი ეს ათოსი მიმელდება მას შემდეგ, რაც ტრამპი ვივარაუდოთ, რომ და იმედი გქონდეს მოერევა დიპსტეიტს და არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს. ეს არის მთავარი, თუმცა დანარჩენი ეს ხალხი, წეღარაზეც ვისაუბრე, ხო? არიან საცეცები, ინსტრუმენტები ამ არაფორმალური გავლენის ჯგუფების ხელში. შესაბამისად, მეტი არაფერი ხდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპი შეძლებს, ეს არ არის მარტივი ამბავი. ამიტომ ვამბობ მე, რომ არც მეტი მოლოდინი უნდა გქონდეს და არც უიმედობა. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ტრამპი შეძლებს თავისი დანაპირების ასრულებას, რომლის მიხედვით ის დაამარცხებს დიპსტეიტს, როგორც თავად უწოდებენ, შესაბამისად უნდა დამარცხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას დიდი გავლენა ექნება დანარჩენ მსოფლიოზეც, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსაც, უნდა დამარცხდეს არაფორმალური გავლენები ამერიკულ ბიუროკრატიაში, რომელსაც ღრმად ჰქონდა მოქმედი ადმინისტრაციის დროს გადმული ფესვები, ამისი ნეგატიური შედეგები ჩვენ ძალიან ცუდად მივიღეთ საკუთარ თავზე, საქართველოს ამისი და მათი საცეცების ბოროტი მავნებლური მოქმედებები საკუთარ თავზე იწვნია, ბოლო პერიოდის კუდის მოქნევებიც ძალიან ცუდი ვნახეთ, მაგრამ რადგან ვიმედოვნეთ, რომ 20 იანვრის შემდეგ როგორც მინიმუმ შემცირდება მაინც, ან თუ ამისი ამოძირკვა და ამისი აღმოფხვრა მოხდება და ტრამპის დანაპირების შეასრულებს, ეს ჩვენ ქვეყანაზე ერთიორად პოზიტიურად აისახება. აქციებზე არსებული პერფორმანსები, რომელიც ყოველდღიურად ტარდება, ამას ოპოზიცია და ნეო სექტორი ამბობს, ეს არის მოქალაქეების თვითორგანიზებული. თუმცა გუშინ ტელეკომპანია იბიდმა გადაიღო შეხვედრა, რომელიც იასაზოგადოება საქართველოს ოფისში გაიმართა და ჯგუფ ჯაჭვეს და ჯგუფ დაიტოვეს წარმომადგენლები საორგანიზაციო შეხვედრას მართავდნენ სოროსის ფონდის თბილისის ოფისში. რა როლი აქვს აქციებში ორგანიზება, ანუ აქციების ორგანიზებაში NGO-ს? ტელეიმეც საერთოდ რომ ასეთი მტკიცებულება ვერ მოეპოვებინა, ისედაც შეგიძლიათ თქვენ სახელმძღვანელოები აიღოთ, რომელთაც მაგალითად ხელმძღვანელობენ მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლები, კანვასის ტრენინგებზე, რასაც ასწავლიდნენ ასეულობით ადამიანს, ფრანკლინის კლუბში, რასაც ასწავლიდნენ ახალგაზრდებს, იქ ამოიკითხავთ თითოეული იმ მოქმედების შესახებ, რასაც ისინი დგამდნენ, რაც იდგმება დღეს და რასაც მომავალში დააპირებენ. ის ხო ჩვეულებრივი სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი ამბავია, ქორწინების ინსცენირება, ქორწილიდან წამოსული სიძე და ატარზალი და აი ესეთი რაღაცები ხო დადგმები, პერფორმანსებია, რომელიც ემოციის აღსაძრავად და მუხტის მოსამატებლად რევოლუციურ სახელმძღვანელოებში წერია. ერთი სიტყვით, ერთი ფრაზით განსხვავება კი არ არის, ერთი მოქმედებით განსხვავება არ არის. ერთადერთი ხა მოდელირება გააკეთეს ქართულ რეალობაზე, ვთქვათ ახლა ხორუმ სხვა ქვეყანაში ვერ იცოდი, იმიტომ რომ ხორუმი არ იციან საერთოდ, ან იციან და მათი შესასრულებელი არ არის, მაგრამ არც ქალის შესასრულებელი იყო და ეს მაინც ასე გააკეთეს, ეს მეორე საკითხია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდიფიცირება ხდება მხოლოდ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კარგია რომ ისინიც დარწმუნდნენ, რომ ტრადიციული ქართული ჩვენი იდენტობის მახასიათებელი ელემენტებიც უნდა შემოიტანონ, ის ემოცია საერთოდ ქრება. ამისი იძულებულები რომ გახსნენ, ეს ძალიან მაგარია. როგორც მინიმუმ ამას მივახციეთ, რომ ის ხალხი, რომელიც ამას აორგანიზებს, რომ ვიცით რა წარმოადგენების არის რეალურად, ეხლა გახსნენ მორწმუნეები და ტრადიციული ღირებულებების მატარებლები. ასე ჭირდებათ, რომ ხვალ რაც დაჭირდებათ, იმას გააკეთებენ, მაგრამ დღეს რომ ჭირდებათ და ამას გააკეთებენ აქცენტს, მაინც კარგია, ასე გააგრძელონ, რაც მეტ ეროვნულ სიმპტომატიკა შემოიტანენ თავიანთ მოქმედებებში, მით მეტად დარწმუნდება ყველა, რომ ეს ეროვნული და ეროვნულებისკენ სწორება არის სწორი გზა. სწორედ ტრადიციებით ევროპაში იყოს და არის ჩვენი თავარი სლოგანი. ღირსებით ევროპასთან ერთად ტრადიციებით ევროპისკენ და ევროპაში არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი, მთავარი დაპირება და თუ მათაც ვაიძულებთ, რომ ამ გზაზე დადგნენ, ნელ-ნელა ჯერ რაღაცა მხოლოდ ამ პერფორმანსების ნაწილს ასე აპოზიციონირებენ, ესეც კი კარგი. დიდი მადლობა.